გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ომის შედეგის მიუხედავად უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატოს სხვა რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა. ანუ რა გამოდის, რომ უკრაინელებმა გაწირეს თავი იმისთვის, რომ მთელ ევროპას დრო მოეგო? უკრაინა ევროპამ ფარად დაიყენა? რუსეთის აგრესიულობისადმი დიდი უპატივცემულობის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს არ ჰქონდა გეგმაში პოლონეთისა და მთელი ევროპის დაპყრობა. არც ერთ ოფიციალურ რუსულ გზავნილში ამაზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი და ლაპარაკი იმიტომაც არ იყო, რომ რუსეთს უკრაინაში სულ სხვა მიზნები ჰქონდა. ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა შესულიყო და ამ მიზანს რუსეთმა უკვე მიაღწია. მე არ ვიცი როგორ დასრულდება ომი, ერთი რამ ვიცი, რუსეთის მიერ შემოერთებული უკრაინული ტერიტორიები რუსეთისთვის დიდი თავისკივილი შეიქმნება ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში ფინანსურად. და დავიჯერო, დონალდ ტუსკი სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთი აპირებდა პოლონეთზე თავდასხმას და აქედან გამომდინარე პოლონეთის დაპყრობას. ჯერ პოლონეთის, მერე ჩეხეთის, გერმანიის და ბოლოს ისევ პარიზში შევიდოდა და ახალ ბისტროებსაც გაახსნევინებდა ფრანგებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დონალდ ტუსკი ცრუობს. არა ის ასეთი გულუბრყვილო ადამიანი არ იცოდეს, რომ პოლონეთს რუსული ჩექმა არ ემუქრებოდა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ პოლონეთი ნატოს წევრია და ნატოს წესდებაში კი მეხუთე პუნქტი ჯერჯერობით არსებობს. მაშინ რატომ ცრუობს დონალდ ტუსკი? აი საკითხავი ესაა. მოკლედ ევროპამ და ამერიკამ უკრაინა გაწირეს. უკრაინა იბრძოდა, ესენი კი ამბობდნენ, რა კაია უკრაინა რომ იბრძვის და ჩვენ კი დროს ვიგებთო. მე რომ ვინმე უკრაინელის ადგილას ვიყო, კითხავდი დონალდ ტუსკს, პან დონალდ, რაში გამოგადგათ ევროპასა და კერძოდ თქვენ პოლონეთს დროის მოგება, რა გააკეთეს ევროპის ქვეყნებმა, შეიარაღდნენ, ძლიერი არმია გამოწვრთნეს, იარაღის წარმოება დაიწყეს თუ რა? თუ მხოლოდ იმიტომ, რომ მე უკრაინელი როცა ვიბრძოდი, ამით ვიღაცები თავიანთ ჯიბეს ისქელებდნენ, დიდ მაყუთს შოულობდნენ იმ იარაღზე, რასაც ჩვენ უკრაინას გვაწვდიდნენ. თანაც გვაწვდიდნენ წვეთ-წვეთობით, ძალიან დოზირებულად, 1/1000 იმისას თუ რაც გვჭირდებოდა. მეგობრებო, როგორც ალბათ უკვე შეინიშნეთ, მე არ ვარ უკრაინელი და ტუსკს ამას ვერ ვკითხავ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ადრე თუ გვიან დასვამენ ჩემ მიერ დასმულ კითხვებს. დრო მოვიგეთო ხალხო, ასეთი ცინიზმი თუ გსმენია. ტიპები დგანან და უყურებენ რა ხდება უკრაინაში და უნდათ რომ ეს ამბავი არ მორჩეს. მათ ისიც უნდათ რომ საქართველოშიც იგივე მომხდარიყო და მერე იტყოდნენ რომ საქართველო მოიგო ძვირფასი დრო თურქეთისა და მთელი აზიისთვის. რუსეთი ხომ აუცილებლად მთელი აზიის დაპყრობასაც მოინდომებდა. როცა უსმენ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს, აი მიახლოებით ტუსკისნაირს, ხვდები რომ თუ რამდენად არ გთვლიან ისინი ჩვენ ადამიანებად. ვინმე შეერა რომ ტუსკს ერთი უკრაინელის სიცოცხლე მაინც ადარდებს, სხვათა შორის ისევე როგორც ჩვენს ნაცებს, ვინც ავატარზე უკრაინის დროშას აფრიალებს, რა, რომელიმე მათგანს უკრაინა მართლა ადარდებს? უკრაინა და რაც თავარია უკრაინელების სიცოცხლე რომ ადარდებდეთ, მაშინ ორივე ხელით მიესალმებოდნენ ტრამპის სამშვიდობო მისიას, რათა ეს ძმათამკვლელი ომი როგორმე დასრულებულიყო. მაგრამ არა, ჩვენს ნაცებს ეს არ სურთ. ისინი ტრამპს დასცინოდნენ და რუსეთის აგენტად მოიხსენიებდნენ. მეგობრებო, არასდროს ვიყავი ტრამპისტი. მე არც უნდა ვიყო ტრამპისტი, რადგან მე სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, თუმცა რასაკვირველია მესმის, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს მეთაურზე ჩემი ქვეყნის ბედიცაა დამოკიდებული. დიახ, ტრამპისტი არასდროს ყოფილა, მაგრამ სრულიად გულწრფელად ვაცხადებ, ის რასაც დღეს ტრამპი აკეთებს, მომწონს. ეს ჩემი აზრით
ევოლუციის ტოლფასია და ტრამპის ევოლუცია თუ დამარცხდა, მაშინ ჩვენ ისევ ჩამყაყებულ, ბნელ, ავტორიტარულ და ფსევდოლიბერალურ ჭაობში დავბრუნდებით. ამიტომაც ვსვამ კითხვას, ვინა აცოდი ტრამპი, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს ომი რომ დასრულდეს, თუ ევრობიუროკრატია, რომელიც დღესაც სხვისი ხელით აპირებს ომს ბოლო უკრაინელამდე, რათა პოლონეთმა და მისნაირებმა უფრო მეტი დრო მოიგონ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.